ეხლა უკვე აჯანიმებენ იმ ხალხს, ვინც გამოდიან 5000 ლარი, ხო იცი? კი. 20-ში გაცდა. ხო. და გულანთებული ვინც იყო მართლა მისული, ვინც ნაყიდი არ იყო, ხო? ისიც ხვდება, რომ რაღაცაში ვერ არის საქმე რამთლად. ანუ შეცვლა უნდათ რაღაცის საზოგადოებას დღეს საქართველოში, მაგრამ მე ვინც გავიცანი, ვინც გასხივოსნებულია, ვინც ესეთ თემებს ეხება, როგორიც არის ჯვარცმა რო საქართველოში იყო, ქრისტე რო ქართველი იყო, ქრისტეფორე აგერ გვიმტკიცებს და ამ თეორიას გვიმტკიცებს და თანაც გვიდასტურებს, რომ ეგრე იყო. წერილობითაც ეგრე იყო, ანუ ჩვენი წერილების მიხედვით ქრისტე ქართველი იყო, ყველაფერი ხდებოდა საქართველოში. აი ამ საკითხებს ვინც ეხება, ესე იგი მე უკვე მეორე ადამიანი ვიცი, რომ საკითხი მოათავს ეს, ვინც გავიცანი ისინი, ვინც უკვე დაჭერილები იყვნენ, რომ ესეთი რაღაცებს თემებს რო შეეხნენ, ისინი ყველა მოიშორეს და ნახეთ როგორ არის დააშანტაჟეს. ეხლა სახელმწიფოს ვერ ჩამოთვლი მეუფეების, ვინც ამ საკითხებს აიკეთებდა, იმიტომ რომ შვილებით დაემუქრნენ, იმით დაემუქრნენ, რომ მოკლავთ და თუ არ გაჩერდები შენს გვალსაც ვერ ნახავენ, სად იქნება. მოკლედ ესეთი ამბებით ყველა გააჩერეს. ძირითადად ყველას ვისთანაც რამდენადაც გინდა იმდენ ადამიანთან მისაუბრია, ყველა არის ტელეფონი გააქვს ესე გვერდზე ოთახში და ლაპარაკობენ შეშინებული, დაშინებული და არ მიკვირს, იმიტომ რომ ყველას ოჯახები ყავს, ყველას შვილობის ის აქვს, რა ქვია, შიში რომ რამე არ მოწია და აი როგორ გითხრათ რა, მარინუში ხანდახან მეუბნება ხოლმე მე რა, ჩვენც ხო ყავს შვილები, ჩვენც ხომ უნდა გქონდეს ესეთ შიში, მაგრამ მე გიჟი ხო, მე არ მეშინია არაფერი, ანუ მე თვითონ ვარ როგორი, წამსვლელი ვარ ყველაფერზე რა, ჩემ შვილებს ღმერთი იცავს, ეგ ვიცი, მეც ღმერთი მიცავს და ჩემს მეუღლესაც. მაგდენის შემეცნება გქონდეთ მაგ ადამიანებსაც რა კარგი იქნებოდა და რო არა აქვს მაგდენის, არა აქვს შენ გეხუტუნე. ჰიბერიოსი ცნობდი? რომელს? ჰიბერიონს? ხო. რო არა აქვს მაგხელა რწმენა იგია უბედურება თორე. პირველად ისალაბა ერთად ვიქნებოდით, ეხლა ყველა. და რა ქნეს დაიჭირე? აღარა ცოცხალე ისე მოგტა ვისა პირველი ეზოთერიკის იყო და წოვდო. დედამიწის დასაბამული აღმოჩენა და ეს რო გამოცა პირველად. ისტორიები რო გამოცა წიგნები. პირველად გამოცა მაგრამ პირველად მაგაკეთა. იქ რო იყო ხარაგაუში. ნუნის ეძახი და ის ერთ-ერთი ცოცხალია. გიორგი? არა, გიორგი იბერიელი მოგდა ხო? გიორგი. ხო, გიორგი მოკლეს? მოგდა, ხო, ჩემს მაგას არ იყო ხშირად სახში და მე პროგრამაში ჩავიდა ამავა ის. მაგასთან ერთად ორი იყო. თავი ისე ალაზბირელი. ალაზბირელი. დიდუა მომიცი ნახე ამას. ეს რა ქვია? მაშინ ვიცნობდი, არ ვიცოდი რომ იბერიელი. ჯოხაძე კიდე. გიორგი, ხო? ხო, გიორგი, იოთა იბერიელი. ჯოხაძეც. ჯოხაძე არ ვიცი მე. კი. ალაზინს მე რა უთხარი მამაო სადა როგორა მოგდა რა მოგდა ახალგაზრდაკაცი რა უთხარი ვიციო მოგდა რა ყველა ზირითადად კლავენ სიმსივნით იმიტომ რომ ჩხიბაობენ ის იქეთ კურნალობდა ხარს და თელი კოლხური მედიცინა და ისინი ჩამოაყალიბა და თელი ისინი გონდა იბერიო არა სიმსივნე ეს სხვანაირი სიმსივნეა ეს არის ჩხიბაობით გამოწვეული სიმსივნე ეს მურმანა აცი მოგდა ახალგაზრდაკაცი მურმან კი არა და ეს გიორგობიანი ის გარდაიცვალა არ გარდაიცვალა იქ მოკლეს სიმსივნით მაგასაც ჩხიბაობით გაუკეთეს ქოჩაკიძეც პეტრე ქოჩაკიძეც მოკლეს მოიშორეს ახავა რა ახავა ზემო ხო ეგენი არიან ანუ ვისაც სიმსივნე უჩნდება ეგენი არიან ყველა ჯადოს მსხვერპლი იცოდეთ რა იმიტომ 50 წლის ზემოთ ადამიანს თუ არ ქონია სიმსივნე აღარ უჩნდება სიმსივნე და ქოჩაკიძე რამდენი წლის იყო მე ჩემს 60 გადაცილებული ყველა ვარიანტი იყო მონასტერში იკვლევდა მაგ საკითხებს და მეცნიერულად იკვლევდა და ამბობდა რომ ის თვითონ ღვთისმშობელი მარიამი იყო რაჭველი იყო ქართველი იყო წმინდა ნინო კიდე აქ რო შემოვიდა წმინდა ნინოს თმა არის შენახული აქ დაბლა სვეტიცხოველში მარიამ ღვთისმშობლის ზე როდესაც ქრისტეს აწვევდა ის წვეთი არის ეს რაღაც ნაჭერია შენახული
და მაგითი ყველაფერი დამტკიცდება წესით და რა თქმა და როგორ დამტკიცდება? ქალდეველებზეა საუბარი. კი. ეხლა ორი წამალაიძე, ბოდიში გაწყვეტინებ. წამალაიძეც რომ ამ ნარიდებს კითხულობს ხოლმე იქიდანაც მტკიცდება რომ საქართველოსია საუბარი და ქართველებზე. ხო, მასე კი არის, ღმერთმა ვერ შეგვყარა ერთად რომ ერთი აზრზე დავდგეთ და მასე. ღმერთმა კი შეგვყარა, მაგრამ ესენი ანადგურებენ მაგ ხალხს. ესენი ვინ? ეშმაკი. რატომ არის? ბოდიში, რატომ არის რომ აი თქვა სიტყვაზე ვერ მოვიყარეთ თავი? რისი ბრალია? ხომ არ არის იმის ბრალი რომ აი თქვა სიტყვაზე მე ვისაც პირადად შევხედრი ვარ, ხო? თამარი კი გავიცანი ახლა ერთი რამდენი ხანი არის ვისწავლეთ ორი თვე. ანუ თითქმის მიზანი ერთი არის. ანუ მაგრამ მიზეზი ის არის რომ აი ყველას უნდა ლიდერობა საქართველოში ზოგადად ქართველებს. ყველას უნდა ლიდერობა, არა მე ვიყო ლიდერი, არა მე მომისმინეთ და სწორედ ეს უღუპავს საქართველოს. ის კი არა რომ გამოვიძიოთ ჭეშმარიტება და გავერთიანდეთ ქრისტე ღმერთში, ხო? ამას დიდი არაფერი არ უნდა. ამას ჭირდება მონდომება და სწორი მიმართულებით სრა. აი თქვა დავიღოთ ეცხოვთ ევანდელი პოლიტიკა. გასაკეთეს პოლიტიკა, ხო? მამონას არის ისა დამორჩილებული. მამონას არის აბსოლუტურად ყველა. გინ ჩემი ძმა იყოს, ხო? მაგასაც ვამხელ, იმიტომ რომ ქრისტე ამაზე არ გესაუბრებოდა ჩვენ, ხო? არც იმაზე რა ქვია, ვერსლიშის იყო იმაზე რა ქვია, არც სიყვარულზე და არც იმაზე, ხო? მიწიერს განერიდეთ ყველაფერს. ანუ ნუ შეიყვარებთო იმას რა ქვია, წუთისობის რომ გაგიჭირდეთო მისი დადოება და ეხლა რაც ვხედავ ჩვენ დღეს საქართველოში, ვხედავთ რომ ვერსლის მოყვარულებს, სინდირის მოყვარულებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ანუ ჩვენი გამოსავალი არის ერთადერთი ის რომ გავერთიანდეთ ქრისტე ღმერთში ოღონდ სწორი მიმართულებით. იმიტომ რომ მე ვისაც შევხედრი ვარ, ხომ ყველა იძახის რომ აი ეს გზა არის სწორი და ის არ არის სწორი. და ამათინათ კი ვამბობდი, გითხარი იმ დღეს რომ ვიყავით შეხვედრაზე, ხო? ანუ უფალი რას გვეუბნება დღეს? გვეუბნება იმას, რომ უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ინფორმაციები, რომელიც მოეწოდება დღეს. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის ახლა. ამაზე რო ისაუბრო ხომ, ეგრევე შეგრაცხავენ გიჟად. და არის კიდევაც ამაზე ყველა იზახის, რომ აი გიჟი ხარ და შენ არაფერი არ იცი და უკვე ეშმაკს ხარ, აყოლილი და ასე შემდეგ. ხო, შენ ქრისტემ რა თქვა, ჩემ გულიზა კიდევაც ჯვარზე გაკრავისთვის უნდა იყვე მზათო, იმიტომ რომ ჩვენ მიწიერი ხალხი არ მიგვიღებს. არ უნდათ მაგენს, მაგი ძამია რაც შენ გინდა. სამწუხაროდ ასეა, არ უნდათ, სამი. მაგრამ ხალხის სიმრავლის მე არ ვაქცევ ყურადღებას. ანუ ადამიანის გულწრფელობა არის და ღმერთთან როგორ ხარ, თორემ ხალხის სიმრავლე რა არ ვიცი მე ჩემი მხრიდან ხო? მე არ ვაქცევ ყურადღებას. კი. იმიტომ რომ მაგის მართალია. აი ახლა ჩვენ ამხელად ძალა ვართ, იცი? კი, როგორ არა? დიდი ძალა ვართ, ახლა აქ ვინ შეიძლება? და ჩვენ რა ვქნათ, იცი ახლა მოდი ერთი ეს ახლა მომივიდა ეს აზრი. ამ ახლო ხანში სიტყვები და ის რო იქნება, კიდევ ერთხელ დავთქვათ და იქნება მივიდეთ საპატრიარქოსთან. აი მოვიფიქროთ, იქნება და ერთად ასე შენ ამაზე აზრიანად ილაპარაკე. იქნება კიდე მოვიდეს ერთი დღე და ამაზე თუ რაღაცა გამოსავალი გამოგვიჩენია. არ გვინდა პატივცემულო. რაც არ მოგწონს, ხო შეიძლება გასულ მე იმას ჩამოვაყალიბოთ და მივიდეს დაგვაყენეთ საშველი. ჩვენ ქართველები ვართ, ქრისტიანულად გვინდა ცხოვრა და იქნება შევყაროს უფრო მეტი კიდე და მე ალბათ კიდე მეტი ჩვენ ახლა იმედია ყველა ერთად შევხვდებით იმ დღესაც. შეიძლება კიდე მოგვემართოს და ნერანდა მივიაროთ ასე. რა ვიცი, აბა დავუმეტე. კი, მაგას ვიძახი რომ ნახე რა გითხრა, მე არაფერიო, მე მართალი გითხრა, შენ გეხუტუნე. ხო, მე რა შემიძლიაო და ჩვენ თუ დაინტერესებულები ვართ რომ ის გამოვიდეს პირველ რიგში მღდელი არ უნდა იყოს დაინტერესებული. წამოყვეს ეგეც როგორ არ უნდა იყოს. დღეს საპატრიარქო არის სამსახური, შენ გეხუტუნე. სამსახურის გამო არის. სამსახური გახდა საპატრიარქო. მე არაფერში ანუ სამსახური გახდა. ხო, მაგის ყველაზე დაბალი საფეხური არის. გაიგე? ადრე ასე არ იყო. ადრე ადამიანი ირჩევდა მღდელს და დღეს უფროსი მღდელი ირჩევს ხო საერთოდ და მაშინაც კი არ ახსოვდათ როცა ქრისტე მოვიდა დედამიწაზე მაშინაც არავის არ ახსოვდა ქრისტე უბრალოდ ეხლა ყველას აქვს თავისი ბიზნესი მოწყობილი მე ასე ვიტყვი ამას იმიტომ რომ
ერთმა მითხრა ამაზე საუბრობდი და აი იქ უნდა წავიდეო და სად მეუთხარი და საფრთხეებშია. რა ხდება მეუთხარი მან მეთქდა. იგი შევებავ ფულიო და სწორი თქვა, ანუ ახალგაზრდას უკვე იმას აჩვენებენ, რომ აი რაც არ შეიძლება, ხო? გასწვაზე. ოდიში ერთი პატარა ამბავი მინდა თქვა. ეხლა მე აქაური ვარ და ვიცი, ახლობელი ბიჭია ჩემი, ჯურის დაბრა. ნაკოთები აქვს თავისი რა. პირველობაში. აი ეგ გაუსახლებელი ადგილში ჯურის დაბრა რა. ნაკოთები აქვს და ანუ რაღაცების გაკეთება უნდა და ამათი იმით ვერ გააკეთა, წილებში უჯდებოდნენ. კი ბატონო. კი ბატონო. თუ ამებს გააკეთებ დაგთავთ ნებას ამბავში თუ წილებში ჩაგიჯდები. ლებმა ხო? აი ახლა ჩემი მეუღლე მოყვება მაგას, მიდირა ძალიან თუ მოყევი რა ხდება ჭაჭულაში. წლები რასაკეთებ? მეუფეები. ეცე მამას. მეუფეები არ ვიცი, მაგრამ ის არიან ხო? აბა მოყევი. აი აირებენ დიდი მიწას. დიდიან. იჯარით? ალბათ იჯარით. ხანდახან იჯარით მთავრობიდან და სოკ თავისთვის აქვს, მაგრამ ეს არის იჯარით. აი 50 წლების იჯარით. მერე ქვე იჯარა მიეცემთ სხვაზე, ხო? და 10-ჯერ მეტი ფასი აირებენ, ხო? მე როგორც ვიცი კანონში კიდე ისეა, რომ 2 წლის მერე და 3 წლის მერე შეგიძლია რომ ის იჯარა რაღაცა გადახდადი მოხდეს და შენი დარჩეს სულ. არავინ არ დაინტერესებს რა. საერთოდ არავინ არ და diejenigen die von Ijara nehmen, ja, die können in 2 Jahren das ganz abkaufen. ხო, können das და იქ უკვე აუქციონს ვერ მოვაწყობენ. რახან შენი აიჯარა, შენი გამოდის, რასაც დაადგეს თავრობა ფასს, იმას გადაიხდი და ის თავრობით კაპიკებია შედარებით. დაბალი ფასია. მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ვხედავთ ერთ რეალობას, რომ ეკლესიაში არის შესული მუშა ხალხი და არა მორწმუნე. დიახ. ანუ ეხლა აი აქ ჯვრის მონასტერზე ესეთი მუშა უნდა წირავდეს? ისეთი ადგილია ეს? იმხელა დიდი ძალა აქვს ამ ადგილს. ვიღაცა მუშა რომ მე არ მაინტერესებს კაცო აქ ვაჭრობა იქნება თუ არა დამაბარებენ, ვილოცებ არ დამაბარებენ, არ ესეთი უნდა წირავდეს. არა, რა თქმა უნდა. ხალხო საწავიდა ჩვენი ეთნიკაცია და იძირობს. სუსტად ამ სისტემაში. უნდა იდგეს ეხლა გულანთებული მღვდელი. შენაირი მაგალითად, შენ არ ახარ მღვდელი, მაგრამ შენ უფრო გულანთებული ხარ როგორცაც ვიდრე ის. მოვიდე წირა, წავიდა. არა ინტერესებს ახლა იქ შიგნი ეკლესიაში რა მოხდება. ყველას უნდა ესმოდეს საერთოდ ჩემი აზრი ასეთია. ხუთეს საერთოდ უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანის ენა, ბავშვი იქნება თუ მოხუცი იქნება თუ შუა ასაკის იქნება. კი ბატონო. აი იმიტომ რომ როცა ესენი ასე ამბობენ რომ არის შუამავალი, ხო? მაშინ მან უნდა გაშიფროს ჩვენი აზრი. და როცა ის ვერ შიფრავს და ვერ კითხულობს ჩვენს გონებაში რა წერია, რას გადმოგცემენ გასწვაზე სეცევისმაგვარი და უკვე იქ მე მაგალითად წერტილს უსვამ. იმიტომ რომ მე მქონდა შეხვედრა იგივე უთინებად მამა არჩილი ეს ჯერ კიდე ზვიადგამსახურდია რო იყო პრეზიდენტი, მაშინ იქ იყო მის გვერდზე და მან ანუ ნიადაგი ისე მოამზადა, ხო, ჩვენ უბრალოდ ადამიანი ამბობს რომ აი მე ჩემი გონებით ვაკეთებ ყველას, ეს ტყუილია. ანუ ყველაფერს აკეთებს ღმერთი. უბრალოდ ჩვენ ვასრულებთ ამ ყველაფერს. და მივედი, ანუ ნიადაგი ისე მომიზადა უფალმა, რომ ეს ხილვები, ეს ყველაფერი, ანუ დამეწყო ამაზე საუბარი. და რომ მოусმინე ყველაფერს, ხო? ყვება რომ 12 წლის ბავშვი ყვება. ანუ ჩემი მრევლის შვილი არისო, მომიყვაო ესეთი სიზმარიო რა. ნუ თორე ჯერად მეთქი? კიო. ზუსტად ეს მინდა მეც. ანუ ისე მომიზადა ნიადაგი ღმერთმა, უკვე უნდა დავიწყო საუბარი და 1-2 საათი ვისაუბრეთ და როგორც თუ დავიწყე მე ხილვაზე და სიზმარზე, ხო? გაჩერდიო ესე მეთხრა. რატომ მეუთხარი? ხო იცი თუ 2 ძალა არსებობს, ერთი ბოროტი და მეორე კეთილიო. ანუ ბოროტს მიაწერა ჩემი ისა რა ქვია ხილვა და თავისი მრევლის შვილის ხილვა კეთილად იმასნა და მე რომ ყოფილიყავი მეუთხარი ეხლა თქვენი იმას რა ქვია მრევლის შვილი, რას მეტყოდით, მე ხარ გაჩუმდა. და ეხლა ასეთი რაღაცები ხო ეგ არის რომ თვითონაც არიციან, ან არ უნდათ რომ გაიგონ. ის ხილვები არიციან, ვერ ხსნიან. ან ეშინიათ. მაგრამ თუ იმის ეშინია შენი ხილის, აი ამის რატო არ ეშინია იქ რომ ვაჭრობა არის. თუ ეს ქრისტე მართქვა.
ანუ ხდები ქრისტე უკაცრავად დაიკიდეს. არ აინტერესებთ. ქრისტემ რა თქვა და რა თქვა. ესენი ქრისტიანები როგორ შანს არ არიან. შენ ვერ დაინახე ახლა როგორ გამოიქცა ის ხდელი. მე არ ვიცი რა წავედი. მოდი მოიცავე გაგაცნო ხალხი მეთქი. შეეშინდა. გაიქცა. რატომ იცი? იმიტომ რომ კარგავენ იმას რა ქვია, ჩვენ რომ მოგვისმენონ ამათმა, მაშინ სწორი მიმართულება უნდა აირჩიონ. და იმას დაკარგავენ რა ქვია. სამსახურს დაკარგავენ. აბა რა, დაკარგავენ, იქიდან არის ბრძანება. ანუ ესე იგი ჩვენ ვართ ესე იგი ამ რეალობის წინაშე, რომ ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ ყველგან. კი ბატონო. დავანახოთ ძალა, რომ კი ბატონო. ჩვენ დღეს ახლა ჩვენ დღეს კარგი ძალა ვართ, რომ იცოდეთ. თქვენ გეხოთონეთ. დიდება უფარს. ამი კიდე ნელა ჭუით გავყვეთა იქება მომავალ შეხვედრაზე ერთით მეტი მაინც ვიქნებით. მე კიდე მაინც მეტი ვიქნებით. ამასობაში დაო მე ყველა არა ვარ, ყველა არც ერთი არ ვიყოთ, ვილოცოთ, ვიმარხულოთ. ჩვენი შვილები უბედურ დღეში არის. ჩვენი მომავალი შვილები სადარდებელი გამიხდა მეს და ყველას, ხო? რა თქინდა მე ძალიან არ მინდა. არც ნაკოლკები რო ეკეთოს, ჩემ შვილს არც ჭიბზე რო ბეჭედი ეკეთოს და ფეხზე მე ორსული ქალები მეტროში ფულს მათხოვობენ ქართველები. ძალიან ცუდ დღეში ვართ. გაიგეთ რაღაცა იქნება ღმერთმა, მე საბჭოთა კავშირი მახსოვს. ჩვენ არ უნდა დაგვიმღვრია. ყველაფერი. კაცის არ უნდა მისცე მილიონი კაც. კერძო საკუთრება არ უნდა არსებობდეს, თორემ მაგ ეშმაკის თაყვანისცემა არის. არ შეიძლება კაც კერძო საკუთრება რომ მიანიჭვა, რაღაცა ისეთი ზომა უნდა იყოს, რომ იმის მეტი არ მისცეს, რა. დღეს ვიღაცა მილიარდელი არის და მის კარებთან ლაზარე და მდიდარი რო არის, ხო ის მათხოვარიზია მის კართ. არ შეიძლება, ზამია ქრისტიანს ეგ არ გვეკადრება. იქნება გაგვაბრა ბევროს ერთ ღმერთმა და უფრო მეტი კიდე და მე სიყვარულით რომ მივართ უკვე დაგვინახავენ, ვა, სიყვარულით მოდიან და არ ჩავქოლავენ ჩვენ პირიქით იქნება ჩვენს მიგვიტეონ და ღმერთისკენ მოდი მივიხედოთ ამდენი ხალხი არის და მოდი უღა შეგვეშინება ეშმაკის და ამ ხალხისკენ მივიხედოთ. ეგეც კარგად იქნება ასეც. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ რავი, დიდება. რაღაცებში მაინტერესებს ხოლმე და ვეძებ ხოლმე რაღაცებს, ანუ რა იმართება დღეს სწორად საქართველოში. არაფერი აბსოლუტურად. მე მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვათ, აბა რას ვფიქრობთ დღევანდელ გაერთიანებაზე? აი 30 მარტს რო ხდება. ის ზოგადად საერთოდ მაინტერესებს იმაზე რა ქვია, საერთოდ ისე მაინტერესებს, ანუ პოლიტიკა იმართება თუ არა სწორად. და მე იმასაც მინდა რომ თქვა, რა სიტყვით ზვიად გამსახურდიაზე. მე ვიტყვი თქვენს თქმით და მე ვიტყვი ზვიად გამსახურდიაზე. ხო, ანუ ზვიად გამსახურდია მე პირადად ასე ვიტყოდი რომ ეს იყო ღმერთის გამოგზავნილი ცხებული მეფე, რომელმაც იქადაგა ჭეშმარიტება. აბსოლუტურად ჭეშმარიტება იქადაგა. მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ღმერთის გარეშე არ ყოფილა. და მე ამას ვამბობ ძალიან დიდი ხანია. მაგრამ ესეთი სამწუხაროდ ესეთი ადამიანები დღეს საქართველოში არავის არ ჭირდება. ამიტომ შეხვედრა, რომელიც ეხლა იგეგმება 30 მარტს, ეგ იყო დანიშნული 31 მარტს. მაგრამ გადმოიწია. და რატომ გადმოიწია? აი ეგ არის საინტერესო. რატომ გადმოიწია? ანუ ეშმაკმა ჩაახო თავისი ბინძური ხელები ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, მე მივწერე ამ პიროვნებებს და მე უთხარი ჩაანაცვლით მეთქი ეს 30 მარტი, 31 მარტი, იმიტომ რომ 31 მარტს აქვს ძალიან დიდი ისა რა ქვია მნიშვნელობა. მაგრამ მე მივიღე უარი ამ ადამიანებისა. ხო, დათქვეს ჯერ 31. მე გადმოანაცვლა, ვინ გადმოანაცვლა? ვინ და ვინც არის აი სათავეში, ვინც უდგას. მე ძალიან დიდ პატივს ავცემ იმ პიროვნებას. თქვი ზამის სახელი ვიზა. კაცები რო ეხლა დაიწან ტელევიზორში რო გამოდიან, ინტერნეტში რო გამოდიან, რა ქვია იმის გვარი რო არის. გაპარსული კაცი? არა. ვინ 30-ში, რომელი შეკრება, რომელი 30 მარტს არის ქართველების დიდი გაერთიანება. ასე ქვია. ვითომ ზვიადის სახელით და ასე. ვითომ ზვიადის სახელით. კი ბატონო და მე მაგელის არ წამს არა. საზოგადოებაში ძალიან იმას გამოიწვევს, რა ქვია, რომ აი ხალხი ისედაც ცუდ დღეშია და ამის უკან დგას ივანიშვილი. და ბევრი ამას ვერ ხვდება. ივანიშვილის ზამია ზღვაში წვეთია. მთელი ივანიშვილის მონარი იქ სადაც
FRS-ია, მსოფლიო ბანკი. ივანიშვილი არის მათი მონა $. ჩემი აზრით, ივანიშვილის ზღვაში წვეთია. მე ასე ვფიქრობ სამი. მე ვიტყოდი კიდე ერთს. თუ ქართველმა ერმა არ დავდექით იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ქრისტე ღმერთამდე, არაფერიც აღარ გვეშველება. ამინ. რაც არ უნდა ვიძახოთ ახლა ამერიკა, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი ჩვენ ვერ გვიშველის, იმიტომ რომ ჩვენი პირველი მოკავშირე არის ქრისტე ღმერთი. დანარჩენს მე ამათ არ ვცნობ. არც რუსეთს, კი ბატონო, მეზობლური ურთიერთობა გვაქვს, ისა რა ქვია, გქონდეს და ნაწარმოოთ ისა რა ქვია, სწორი ისა რა ქვია, დიპლომატია, მაგრამ ეხლა კასიტყვაზე ხთა რუსეთი გადამარჩენს და ამერიკა გადამარჩენს და ჩინეთი, ეს არის ტყუილი. თუმცა ამ ტყუილებში ცხოვრობ ჩვენ 33 წელიწადია. და ერთადერთი ხსნა არის ქრისტე ღმერთში და თუ გავერთიანდებით ქრისტე ღმერთში ეს არის ყველაზე კარგი თამარიც ამას იძახეს რამდენი ხანია და არ ვიცი მე იმედი მაქვს რომ გამოიღვიძებს ხალხი და ამ სიგნალიდან გამოვა ქართველი ერის დიდი ნაწილი. მე ძამიყო ერთი ახლა რუსეთი რადგან მას შენ ახსენე ერთი რისკმა მინდა იცი მაგალითად იყო ლიბია, იყო იუგოსლავია, იყო სადამ ხუსეინი, ყველა და ყველა სახალხოდ ჩაახოსია სატანა. ყველა გაანადგურებია. მე ასე მიმაჩნია რომ შეხედეთ ჩვენ დღეს რუსეთის იმპერია რო არ გვიდგეს როგორც ქრისტიანები, ისინი ჩვენსავით ქრისტიანები არიან, ოღონდ ჩვენზე მიიღენ ქრისტიანობას, რომ ისინიც ქრისტიანები არიან. და ჩვენ მე ასე ვფიქრობ, საქართველო არის მამა საქრისტიანოსი და რუსეთი არის დედა საქრისტიანოსი. იმიტომ რომ ჩვენ მე ასე ვფიქრობ, ეშმაკს დღეს ისეთი ცოტა ვართ ქართველები დარჩენილი ზამია, აი ისევ როგორც ვილიკაიაჭისისთვე მსოფლიო ომი რო იყო, რომ რუსეთმა ისევ მოიცილა სატანა, მოგვაცილა ბევრი წლები და მე ისევ ლაფში ჩავარდით, ხო? ისევ რუსეთთან გაერთიანებით თუ ჩვენ ეშმაკს ისევ მოვიცილებთ კიდე რაღაცა პერიოდით. მე ისევ ალბათ ჩავარდებით ლაფში, მე ისევ მაგენთან ერთად რო შევძლებთ ისევ ბოროტის მოცილებას და ასე მიმაჩნია მე რაღაცნაირად. მაგრამ აი ერთი მითხარი რუსეთი როდის დაგვახმარა? და მაგერ მეშენ რო გითხრა, მე მეფეებს ახლა ვერ გადაუდგები და მეფე ერეკლე რუსეთთან წავიდა და საქართველოს დღეს უარსებობს ხო და საბჭოთა კავშირი და რო იყო ხო? ქართველები ხო? საბჭოთა კავშირი მართავდნენ საბჭოთა კავშირს ქართველები. რუსეთის გამო. და ქრისტეს გამო. ქრისტეს გამო კი ბატონო, მე რომ მართოთ ისევ, კი ბატონო. კი ბატონო, დაო, მაგრამ ხო მართავდით და მე ისე აგვივარდა თავში, შენ გიხუტუნე რომ ჩვენმა ქართველებმა ხო საკუთარი დიპლომატებით ხანძებს დაატარებდნენ. გაიგე? სათამადოთა. დიდმა რუსეთმა ოჯახებში შეუშვა ჩვენი ხალხი. კარები გაუღო და მის ცოლებთან წვებოდნენ ჩვენ ქრისტიანები. კი, ორი მითხარი შენ. გარეთ რა. ჩვენ არ გვინდა ხა რუსეთის ზედა იმაზე ვაბა. ჩვენ არ ვილაპარაკოთ, კი შენ გეხუთუნე. ქართველები ვართ და ქრისტე ყავს. შო, მორჩ ეს იყო ჩვენი გადა. კი, ამინ, ხო და დანარჩენ მის მოვა ჩვენთან კი ბატონო, მივიღოთ ყველა ალბათ ასე. რუსეთი მოვა და გვეტყვის პატივს გცემთ. ჩვენი ძმები ხართ და ჩვენ გიბრუნებთ ყველა იმ იმას რაც წაგართვით გვაპატიეთ. რუსეთს არ წაურთებიათ ამ რომ შენ რაღაცას შეიძლება სხვა რაღაც მოდი მაგაზე მე ვილაპარაკოთ. კარგი. სხვა თემაა რუსეთი. ხო, ხო და ჩვენ ვართ ახლა აქ შეკრებილი იმისთვის რომ ქრისტემ გაგვაერთიანოს, ხო? ქრისტე მეუბნება ეგ იყოს, თორე იქ რუსეთმა რა გავუკეთა და თურქეთმა რა გავუკეთა და იმ არა წაგვართა და იმ არა წაგვართვა, ეგ რო ჩავთოთ ახლა აქ, წაგვიყავს. კი ბატონო, კი, ჯობი არ ჩავთოთ ხო მართალი. თავარი არის ჩვენისთვის ერთიანი. ინსტრიტეში გაერთიანდება საქართველოში უნდა იყოს ქრისტეს სიტყვა კაცად მყარი. ანუ როგორ რაც თქვა ქრისტეს დაგვასრულოთ რა. პირველ რიგში რაც ახლა აქ მოგვიყვანს. იმისთვის ერთიანდებით ბოდიში თამარ რომ ალბათ კი არა ესეა რომ იქნებ ხალხიც და სამღვდელოებაც მოეგოს გონზე და რომ სწორი გზით იარონ რა არ დადიან სწორი გზით რა. თან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და კი ბატონო უნდა ვისაუბროთ როგორ არის საერთოდ უნდა მოიძებნოს. ქრისტე ვისაც გვიგზავნის, ხო ანუ თავის მოციქულებს ხო? თავის მოციქულები 2000 წლის წინ კი არ ყავდა მარტო. დღესაც გვიგზავნის ხო, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა და ამას არავინ არ იტყვის და თუ ჩვენ მათ გავწირავთ, ჯვარზე ვაცვამთ, მოვკლავთ ხო? ამაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ. და სწორედ ეს არის ანუ
თუ ჭეშმარიტება არ ვაღიარეთ, ხო? ეს ეხება საპატრიარქოს, ეს ეხება საერო პიროვნებასაც და იგრეგით მოქალაქესაც, ხო? აბსოლუტურად ყველა ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტება და თუ ჭეშმარიტებაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, როგორც ზვიადგამსახურდიას. მე ამას ვიტყვი, აი, პასუხისმგებელი ვარ იმ სიტყვაზე, რასაც ვამბობ. ზვიადგამსახურდია ჯერ კიდე თავის სიცოცხლეშივე წმინდანის იყო. იმიტომ რომ ამას დღეს უარყოფენ, იმიტომ რომ არ უნდათ ამის გაგონება. ერთი რომელიმე ვიდეო მანახოს ვინმე, სადაც ზვიადი ქრისტე ღმერთზე არ საუბრობს. ერთი რომელიმე ვიდეო მანახოს. და მოდი შევადაროთ დღევანდელი პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ფულზე საუბრობენ და ვაჭრობაზე. როგორ შეადაროინოს. აქედან გამომდინარე ისე ვიმეორებ, ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტება. ერთადერთი ხსნა ქართველი ერის არის გზა არის ეს, რომ თავი ვიხსნათ და აი იმ სიბნელიდან გამოვიდეთ, რა სიბნელეში სიმყოფება ქართველი ერი 33 წელიწადია, ხო? ანუ ერთ წელზე ტრიალებ და ტრიალებ. და უფალი გვეუბნება დღეს, თქვენთან არის ჩემი სიტყვა და ამაზე ბედნიერება რა უნდა გვინდოდეს. მაგრამ არა, ჩვენ მაინც გავურბივართ რაღაც გასაღები აქ გვაქვს, ამ იმას რა ქვია, საიდუმლო რო გავაღოთ და ვეძებთ ამერიკაში ხსნას, ვეძებთ ჩინეთში ხსნას და რუსეთში ხსნას. და ყველა აბსოლუტურად ყველა ადგილას უნდა ჩავიდეთ. რაც არ უნდა დაგვიჯდეს და ხალხი უნდა გამოაღვიძოთ. რომ აქ არის ხსნა, აქ გვაქვს ყველაფერი. ის სიმდიდრე ჩვენ რასაც ვეძებთ თქვა სიტყვაზე, სხვაგან ის სიმდიდრე აქ მოგვცა უფალმა. საქართველოსთან აქ არის ყველაფერი. საქართველოში არის დიახ. ხალხს იქნება რომ დაბრუნდეს აქ და მე ხშირად ბავშვის რო შემხვდება, ხო? თუ მან რაღაცა უცნაურად გამესაუბრა, იმასაც ვეძიები. აი საიდან იქნება ღმერთი მიგზავნეს. გიზამიკო, როგორ არა, რას გიზამიკო. იქიდან რაღაცა ინფორმაცია. კი შენ გეხოთუნე, კი, მართალია. ესე არ შეგვიძლია, არ შეიძლება რომ ეხლა ბევრ ადგილას მივდივარ და ესე ძალიან ცივად რომ აი არა იმან არაფერი არ იცის და ეშმაკის მოგზავნელია და სწორედ აი ეს ღუპავს ჩვენ. აი ეს ღუპავს და კი ვიცით დღეს საქართველოს რა დღეშია. აი უკვე ქართველი არის, არ ვიცი, მერაპოსტავამ რო თქვა რომ დადგება ჟამი ხო ხელების იმით დაიწყებთო ქართველების ძებნოთ. აი ზუსტად ის ჟამი დგას. და ხალხი იძახის რომ აი სად არის ხსნა? სად არის ხსნა? არის ჩვენში. ქრისტე ღმერთში, ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ. ქრისტე არსად არ წასულა. განა ადგილი შეიცვალა. სიტყვა დატოვა და სიტყვა ვიცით რას არის მთავარი და ჩვენ ყოველი არასწორი გადადგმული ნაბიჯით უკვე შორდებით ქრისტიანებს. ჩვენ შორდებით, გიზამ, ჩვენ შორდებით. და ვინც უნდა იყოს წინამძღვარი, ხო? ვინც უნდა იყოს წემსი, ისინი აღარ არიან ჩვენთან და ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ჩვენს თავზე. ზვიადგამსახურდია ესეც თქვა, მისმა მეგობრების ნათქვამია იგი. ისო ბიჭებო, ჭიქა სუფრაზე ვიყავით, ჭიქა ავწიეთ, ყველა მოდა ზვიადი მას აწია ხელი და დადო მერეო და ბიჭებო რო იცოდეთო, კი ჩვენ ერთი იმპერიიდან გამოვედითო, მაგრამ უფრო უბედურ იმპერიამ დაგვიპყრო. ეს ახლა ის გამოდის რომ ის და საიდანაც წამოვიდა ეს ძალა მამონა, ფული, დოლარი. ეს ზვიადის თავისი პირით აქვს ნათქვამი. ჩვენ უფრო ცუდ დღეში ჩავარდითო. ესეც აქვს ზვიადის თავისი პირით ნათქვამი. ერთი იმპერია გამოვიდა და უფრო უარესში ჩავეფლეთ. ესეც აქვს ნათქვამი. მეგობარო არსია მომნეთ რომ სამებსაუბრო ზვიადგამსახურდიაზე, იმიტომ რომ იციან და ხვდებიან ვინ იყო, მაგრამ ხალხის არჩევა სრულიად საქართველოს არჩევა. ანუ შიში იყო სრულიად საქართველოს არჩევა. მე დასავლეთ ხარწა აქცია, თევზი მეკვტარი თევზი ხო არა ვარ. მაგრამ აურიენ ყველაფერი. არჩეული იყო, მაგრამ დღევანდელი ანუ ჩვენი ეს უნდა მომხდარიყო, მე ვიტყვი ამას თამამად არც მე შენია. ანუ საპატრიარქოს უნდა ამოიცნო. სამწუხაროდ ვერ ამოიცნო, ვინ გამოგვიზავნა ღმერთმა. ამოიცნო, მაგრამ ვინ არის? ვინ ამოიცნობს, კაკების თანამშრომლები არიან. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, როგორ გონია თქვენ, გვაპატიებს ღმერთი მის ისა რა ქვია, მარტო ზვიადს კი არ ვესწრეთ ტყვია. არამედ საქართველოს ვესწრეთ ტყვია. და გვაპატიებს უფალი ამას, სანამ არ ვაღიარებთ ამ იმას. მე რა ვიცი, ერთი ბოდიში ხოთუნ რო ჩავეჩა და გაგაჩა. კაკების ამბავი იყო. ზამიკო, თქვენ ახლა თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირი, მე რა ვიცი ისი ჩვენ უკეთესად ვიყავით ყველანაირად.
ოჯახი არ იკეტებოდა, სახლი არ იკეტებოდა, კარი არ იკეტებოდა, მაგაცობა იყო, მეგობრო სცინდისი იყო, ნამოსი იყო, ქალებს სტატუები არ ეკეთა, შარვლებით არავინ დადიოდა და აი დღეს რა მოგვიტანა ამ ვითომ ეგ მოჩვენებითი დამოუკიდებლობა იყო. იმიტომ რომ ზამიკო, იმიტომ რომ რა არიცი, ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ ვიყავით იმპერიის მმართველები ვიყავით ქართველები ზამია. საბჭოთა კავშირი ჩვენ მართვაში იყო. ვილაპარაკოთ, არა ზამიკო. ვილაპარაკებში ყველაზე კაი სიტყვა მე მომწონს, რომ მე ყველაზე მართალ, აი ბევრს მართალს, მაგრამ ყველაზე მაგარი ის მომწონს თამარის ლაპარაკებში, რომ უწმინდესი და უნეტარესი ყავს ჩვენ ერთი. აი როიძახი. კი ბატონო, მაგაში გეთანხმები ზამიკო. უწმინდესი და უნეტარესი ერთი ყავს ჩვენ. ეხლა რა გითხარი, მაგერი მოდის ბიზანტიისივე ნერლა ტიტულები. უწმინდა მამისას ძველად რო იყო, ბასილი იმათისა, მოციქულებისა ის რო გეთქვა. რა ქვია, უწმინდასო და უნეტარესო ნაჯახშა გარყავდა თავში. ალბათ. გავიგე? გერა პეტრეს მოციქულს ხო დაუჩო იმას რომ მივიდა თაყვანილებს ადექიოში შენ არის კაცი ვარ მე და შესაძლოა წოდვილიო რომ რა თაყვავსო და იმისთვის ის რო გეთქვა უწმინდასო და უნეტარესო. ერთ-ერთი პატრიარქია რომელმაც ტიტული მიიწერა. დაიფა ეგრე უწმინდესი. ჩვენ არც ერთ პატრიარქს ეგრე არ უწოდებდნენ. და ეს კიდე ყველაფერია. და სხვა პატრიარქებს არ ართმევია ეს. ალპიკო თაპაგარებითა. ხო და ამან დაარქვესო, მიაწერესო ეს და რომ მოგაწერეს ამ ხელწოდების ადამიანი ხარ, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ხოლმე თქვა რას კადრულობ, ეს ქრისტეს ტიტულია. და ქრისტეს ტიტულს რო შენ გეძახე. მაგას არავინ არ შეეკითხა, რომ უკვე დაო ისეთი დაბიძურებულია ის ადგილი, სადაც მაგი დაისვა. მაგას არავინ არ იკითხებოდა, უკვე ასე გააკეთა. სასოდავია ჩვენი ილია მეორე. დაო, მე რა ვიცი, იცი, პირადად მე როგორ ვფიქრობ, იცი, როგორი ერის ისეთი ბერიც. მე ასე. როგორი ისეთი ბერი. ხო. ასე ყოფილა, ხალხი ასე ამ მეც მინდა პირიქით რო იყოს, მაგრამ ასე აქვს ხალხს, ასე აქვს, ნათქვამი. ანუ ეს ჩვენი მაშინ მე მგონი ძორმა კათოლიკოს პატრიარქმა სხვაზე დაწერა. თუ არ ვცდები. რა დაწერა სხვაზე? იქ დაწერა სახელი, ვინ უნდა ყოფილიყო შემდეგი პატრიარქი. კი. მე მგონი 77 წელს მოხდა. სახელდაგვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ის ხო მოწამლეს და მე გაგიჟდა ვითომ და ილარიო. იმაზე არ დაწერა. არც იყო დაწერილი ჩვეულებო და პატრიარქი უნდა ყველა მიცოდა ქორეპისკოპოსი იყო და პატრიარქი იყო ოფიციალ პრობლემა არ იყო გაიოს კერატიშვილი და გაანადგურა ყველანა გაგანადგურებო უთხრა პაპირდა და გაანადგურა ზუსტად ის დეტალებში ვიცი რას გამოხდა მაგას მეგობარი იყო ჩემ გაანადგურა როგორი ბოლოს რო გამოვიდა ციხიდან რო გაისტურა გადოლბაიჩი და გამოვიდა ციხიდან შენ ამნისტია რო გამოვიდა გორბაჩოვი 80 წელს რო გამოვიდა ციხიდან მივიდა საპატრიარქოში სათხოვნას არაფერი აღარ დარჩა კაც გატოვებული იყო კაც და მივიდა სათხოვნას საპატრიარქოს პენსია ხო უნდა იყო საპატრიარქო და ხო უნდა იყო რაღაც სახლი რაღაც ოთახი რომ მივიდა პატრიარქთან ჯერ არ უნდა ასე უშვის და ვიღაცასთან ერთად მიიღო პატრიარქმა და ასე რომ შემომხედაო რო შევედიო განადგურებული კაციო აუარდა ისტორიული სიცილი ილიანოვის მოგამოხედა აუარდა ისტორიული სიცილი მე ვიჯე გამწარებულიო ის ვიღაცაც ვინც იყო აღარ მახსოვს მითხრა ეპისკოპოსი ის გაგურებულიო გაშასასი რა არის ალბათ როგორ მე ასე ახსენე ალბათ ხო როგორ გიტირე დედაო ხო როგორც იცინიან ზიად გამსახურდიას დროს როცა ეს შევარდაძე და ილიანორი ერთმანეთის გვერდზე როდიგანან და ეშმაკები რო იცინიან მაგრამ ეხლა ის კითხვა მაქვს ილია მეორეზე კი შენ ამბობ ილია მეორეს არჩევანი თუ ილია მეორეს არჩევანი არ ქონდა ესე იგი ვინ დგას ილია მეორეს უკან ეს არის გასაკეთებელი აი რა არჩევანი არ ქონდა კაცო მაგი წიგნი გამოვიდა კიდე ნიკიტა თალაკვაძის ახლა ახლობელი ერთმა ინტერნეტში და არალეგალურად გაყიდა ის წიგნი და ახლობელმა იყიდა უნდა წავიკითხო დიდი წიგნია ოქროვი ნიკიტა თალაკვაძის ვინც იყო კირიო კათოლიკოსის დროს როგორ მოკლეს კირიონი მარტყოფში და ის წიგნში არის დეტალები წიგნი გამოვიდა გაყიდვაში ეგრევე ამოიღეს ყველგან და გაანადგურეს ახალი ამოვიდა ის ამოვი მაგრამ თაშიგან ოჯახებში მოგეკითხეს ამბობენ და რომ ქონდა ნათქვამი წაიღო და არ დააბრუნდა წიგნი მე და როგორ არის ტელეოფერია ხამაგია საკესალაპარაკოთება პატარა დაუგროვდა და ასე რაღაცა იმით მერე მიიყვანენ თორე გამხელთო და ალბათ პირველი ეგ არის ჩემი აზრით გასაკეთებელი რომ აი ეს გაყიდვები იქნება
მივიდეთ ხალხრავალი რომ გაყიდვებიდან დავიწყოთ რომ იქნება აი ძალოს გაყიდვა ტაძრებიდან ხო ტაძრებიდან და გარეთ გააკეთეთ ტაძრის გარეთ გააკეთეთ გარეთ გაიტანოთ ხო და შედიან ტაძარში შიშვლები და სიგარეტს მოეწევა ხშირად არის ამისანა რაღაცები ამის ხო შეიძლება კი ბატონო ძალიან ბევრი გაწევდიქოს დავიწყოთ კონკრეტული სახელიდან მაგის კარგი აზრია მომრავლდეთ მივიდეთ კი არ გვინდა ტაძარში არ აქვს უფლება მე კიდე მეც მოგცემს უფალი გამია აი სამბობს ეკაცი შეიძლება მასე მოდი მაგით დავიწყოთ მაგის კარგი აზრია მე კიდე ახლა დავსმაკასებით ერანერა და ვილაპარაკეთ და რა და როგორ გადაიდგა და ღმერთო უფალობა რა წავიდა საქმე მე მეორე ნაბიჯი გადაიდგა ეს იყო ის საკითხი, რაც გამაკეთებინა, ვთქვათ, მე რაღაცა ძალამ, ხო? და თუ რაღაცა ძალამ ეს გამაკეთებინა, ეს იგი დასაწყისი ესე უნდა მოხდეს. აქ ჯვრიდან დაიწყოს გაწმენდა, რომ ყველა სავაჭრო ცენტრი რაც ქრისტემ მაშინ თქვა და დღესაც არ შესაძლოა. ძალიან კარგი აზრია. მოდი მაგით დავიწყოთ. კიდე უფალი რამეს მოგცემს წინ. აი ზუსტად ეგ არის. მე რა თვითონ გვიჩვენებს რა უნდა ვქნათ. კი, ნამდვილად ეგია რა. ეხლა ხო მოგცემ იმართულება არ ჩამოვიდოდირო თქვენთან. აქ რომ წადითო მე არაფერი არ შემიძლია. ეს მოგიყვება. თხარ და მოგიყვება. ქრისტეფორე. რაკია, არ გითხრა ის. როგორ არა, ყველაფერი მოგიყვება. თვითონ წაუდგა გაიოს პირში. გამიგე და ახლოვნანიოფო. მომატყუერო პატრიარქიო. წავაუდგა, გამომხედავ ასაკაზო. არა ჩვენიად გიცრობს საერთოდ, რა გაქურდები, ეს გაქურდებო, გიწროს საერთოდ. ამ ხელაცოდვა ეს რა გამაკეთებიანო, მაცრა. ეს კარგი რა შევხედოთ, ხოლეინოა. გამხედა სასწაულო. ეს დავსახოთ. მიზნებდა მე უკვე გამოდათება, მე და ერთი კვირის მერე დათმება და მე უკვე მივიდეთ იქ. ერთი კვირა ცოტა ადრეა. არ დათმება? არა, კი დათმება, მაგრამ შეკრებას ახალ შეკრებას ვიძახეთ, ცოტა გადავდოთ, მაგალითად 40 დღეიდან. და რომელი თვე იქნება? ეხლა მარტის ბოლოს ან რაღაც ასე რო ხო, მივხვდით ძამი რატო ვიძახი? აღდგომა დღეს ვინ გამოვა, თორე ზობაჯობი. არ გამოვა ბევრი მართალსიძა. არ გამოვა, მაგრამ იქ არის ხოლმე ილია მეორე. არის, იქ სულ არის. და ილია მეორე კი ჩვენ თავარი ჩვენ ვიყვეთ. და ილია რა თქვინდა, მივარ სადაც მივარ და იქ ყველა ილია გაიგებს რომ ხალხი შეწუხებულია, ეტყვია. თავარი ჩვენ ვიყვეთ, გესმის? მაგას კი დავგეგმოთ როდის მოდის. გაიოს გადაშვილი მე საწოდავმა რაღაცა რომ უფასოდო გიმურალებთო საპატრიარქო და გამოგზავნეს იგი საავტობუსში გიმურალებთ უფასოდო ეს ხუთის უკვე დააწვილეს და არც გამოსულა იგი ხო ზამია ხო აცხოვნოს უფასოდ რო უკურნალე უფასოდ უკურნალეს და მოკლეს მანახე ზამიკო ბოდიში მიიღალეს იმაში ჩაფის დარეკა და სადახარ მოფერა აი ჩაფის კრივაში ვარო ბევრ გულა რა გინდა მაგ თქვა და პროფილაქტიკას ვიკეთებ მას შემოთავაზე უფასოდ იგი ხოლე რომელზეა პროფილაქტიკა ვიკეთებ ხვალ ჩვენ მოვალთ ალბათ 11 საათზე კი 11 საათზე მოვალთ საქმე იმაშია რომ აი ხა ზუსტად მიხვდი შენ მეც ეგრე ვიფიქრე რომ რახან აქ მოგვიყვანეს ჩვენ ღმერთმა და ეს დაგვავალო ეს უნდა მოხდეს ამის გამოტანა მით უმეტეს ეს უხდელი დამპირდა მე რომ მოვაგვარებთო მაგ საკითხსო წინაზე რო ვიყავ უშიშროებია ხო კი დაკვირდა მე ვარ დაბალია პასუხი ვერ გამცა დღეს ეს გაგცა პასუხი რომ მე თავი გამანებია მე მუშაობ ჩემი საქმე მაქვს რა ვქნაო მოვდივარ მამაო ჩვენოს ვიძახი მივდივარ დაახლოებით ეგეთი მასეც არის ხო? ხო, ну ანუ თვითონ გითხრა რა უნდა გავაკეთოთ რა. ასე თქვია სკამი გაყიდა, სკამს გაყიდა. მასეც მაგას ვერ ვიტყვით. ანუ მე როცა შეხვედრა მქონდა დასავლეთში 2 წელი წინ და ვიყავით ჩასულები, მე რო ვისაუბრე მე ზეგანოს ვახსენე, არა ვარ პოლიტიკოსი, ჩემი საქმე არის ანუ ქრისტე-ღმერთში გაერთიანება, რომ მოვახდინო ქართველი არის. და როცა დავიწყეთ საუბარი, ძალიან დიდი ხანი ვისაუბრეთ. და ამ საუბარში ძალიან ბევრი რამ მოვისმენე და მე მითხრა ერთმა რომ აი რასაც მე დაგიწერ, ის უნდა წაიკითხო და მასე არ არის ბატონო მე ვთხარი, იქნებ და იქ შეცდომა არის რაღაცა, ხო? როგორ უნდა მოვყვე ხა საზოგადოებაში გავიდე და ვიღაცამ რაღაცა დამეწერა, ხო? ხომ უნდა წავიკითხო და თუ იქ არასწორია რაღაცა უნდა შევასწორო. ასე ხა ვიღაცა აქ რომ მოდის ბასიტყვაზე და აქ მამაო შენოს ამბობს მას არ მიაჩნია რომ ეს არასწორია?
თვითონაც უნდა თქვას, ხო? საფრთხელი. და თუ როდესაც ჩვენ არ არის თქმა მე, ანუ როდესაც ჩვენ არ ვამბობთ არაფერს, ხო? ანუ ვიზიარებთ უკვე. ხო. თანამოწელე ვარ ცოდვის. კი ბატონო, ანუ ვეთანხმებით იმას, რა ქვია. მაგიტომ შევიკრებათ, რომ არ ვიზიარებ. ამიტომ ყველამ უნდა თქვას თავის სათქმელი და სწორედ ეს არის ანუ მაგათაც ზრს არ ვიზიარებთ, მაგიტომ შევიკრებათ. კი ბატონო და აი ეს უნდა გააკეთოს ყველამ. ანუ არ უნდა დავეთანხმოთ. ყველა ვართ ვალდებული რომ ეს ვთქვათ. ხო, ვიღაცამ აი ჩემი საქმე არ არის. ზოგჯერ მომისმენია ხო, ჩემი საქმე არ არის. არ შეიძლება მაგის ჩვენი საქმეა. ჩემი შვილი მასე არ აკეთებს, არ შეიძლება მასე თქვა კიდე. შენი არ აკეთებს, შენი შვილის და ხალი ხო აკეთებს. ჩვენი საქმე თუ არ არის, მაგას თუ აქედან უნდა დავიწყოთ, თორე ჩვენი საქმე თუ არ არის და აგე გადაგივლია ეს პაკისტანი და ყველაფერი აგე. გადავილი არა, მე ბელგიიდან უყურე, ჯერ აქ არ ვიყავი, რომ ჯვარზე რაღაცეები რომ მოხდა აქ. კი. აქ არ ვიყავი, ჯერ ჩამოსული. იქიდან უყურე. ლევან, შენ რას აქედან დავიწყოთ. რა ვინმე რამეს მეკითხება? ჩვენ აგერ გეკითხებით, ზამი ახლა შენ გეხუთენი თუ გაქვს. ვაჟობაზე რას ვიფიქრობ საერთოდ? მაგი ახლა რა თქმა უნდა არ შეიძლება. საერთოდ ხატის გაყიდვა ჩემთვის რაც მინდა, მე იმას ვერ გავყიდ. ვაჩუქებ ვინმეს. ხო. დიახ. ჩემთვის ხატი ძვირფასია. ჩინელების ქსეროქსი ხატები რო იყიდება, რა შენ მგონი ეგი მართალია შენ გეხუტუნე? ყველგან წარამარა სანთლის გაყიდვა რა? სანთელი არსად არ წერია რომ როდესაც უნდა თუ სანთელი არის გასანათებლად იესოს ქრისტეს სიტყვებია. მაგიდაზე დებენ რომ განათოს ოთახი. და ებრაული წესით საფრთხეს სანთებენ და შეკრების დროსაც სანთელი შაბათ შალომის დროს ორი სანთელი იტი. არ ვიცი ეს რაღაცა არაფერი კავშირში არ არის ქრისტიანობის. თუმცა ქრისტე შაბათების მეფეც იყო, ხო? და ეუბნებოდნენ არ ღვევო შაბათს. და ისე ეუბნებოდა შაბათს კეთილის გაკეთება მნიშვნელოვანი თუ სათრიზანთებო. დიახ. ჩემთვის შაბათს უფრო კეთილის კეთებაა გასაკეთებელი. საბალახოთ ხო გაგყავთ? სიყვარული და ითისვა. ერთ-ერთი რაც გადაგვარჩენს მამა გაბრიელის ბოლოდან ანტოვარი, ხო? ანუ ეს არის ქრისტეში სიყვარული, ანუ ქრისტეში სიყვარული რა თუ წესიურად გავიცნოთ, ვისგან მოვიდა იესო ქრისტე? სიყვარული მამიდან მოდის, ხო? ქრისტეც მამის სიყვარული მოგვიდანა და შეგვაყვარა მამა. ქრისტეს გარეშე არაფერი არ შეგიძლია. დიახ, ძაღლის გარეშე. სიყვარულის გარეშე, უფლის გარეშე. და ეხლა ჩვენ რომ შეხოდი ტაძარში, დაგეტაკა ხალი. ეს არ შეიძლება ტაძარში უფლება არა. დიახ, რა თქმა უნდა. ხმის ამოღებით, ამიტომ მეტად მამაკაცი შეურაცხყოფილი იქნება თავი. თუნდაც სულ გიჟი შემოვიდეს, ჩაკუც სულითო შემოვიდეს. ხო, მართალია. ხალხს უფლება არა აქვს, რომ ფოტოს ნუიღებ. ვიღაც არაბი შევიდა რა. რომელიღაც კიტვის მონასტერში, ხო, ჩემი მეგობარი იყო წასული და სიგარეტის მოწევა დაიწყო არამა ტაძარში შიგნით. და ხლემ არაფერი არ უთხრეს. იმიტომ რომ კაი მაყუთი ჩაწირა იქ 100 დოლარიანები ორა. რაღაცები. ჩემ მეც დავიწყეო რა ბიჭმა თქვა, გავიდე ადრის გარეთო რა. ეზოში შიგნით დავიწყე მოწევაო და გამომივარდა ხუნდელიო და აქ რატო ეწევიო. ანუ მე ჩაგრავ ქართულს ვაგე უცხოელი შიგნით გეწევაო და რეებს ახალ კადრულობს და ეს რასაც ეს მუსულმანები არ აკეთებენ, ესენი რასაც აკეთებენ, ვინც გააკეთა ამა, ხო? ეს პროპაგანდა, ამათი ბრალია. ღმერთის გაფრთხილებაა ეს, რომ ჩვენ მეტის ღირსები ვართ, ესეთი თავხედები რომ დავისვით თავზე და მამას რო ვეძახით და მოძღვარს რო უწოდეთ, ეს საკრძალულია. დიახ. ჩვენ მოძღვარს ნუიფავთ თავთა თქვენთაო იესო ქრისტე ამბობს, ეგ სიტყვები ბიბლიიდან ამოიღეს. დიახ. მოძღვარი ერთი ყავს ქრისტე, ჩვენ ყველანი ძმები ვართ. კათედრაზე, სემინარიაში ხონდა მაგალითად დავა ლევან მათეშვილი დეკანოზი რა, ფილოსოფიის დოქტორია თუ რაღაც ისტორიისა. შენ რატო უარყოფო რომ ჩვენ მამა დაგვიძახო ან მე უფრო დაგვიძახო რა და მე ვუთხარი კი ბატონო დაგიძახე მამას თუ შენ ძმად მაღიარ ქრისტეში. იმიტომ რომ პავლე სადაც შულს უწოდებს თიმოთეს იგი მანდაც მოიხსენიებს. რა პრობლემაა ამაში? ყველა მიცმე შვილოს დამიძახებს მამა უნდა უწოდო? მოძღვარი უნდა დაუძახო მამა ეთიკა. მოძღვარი არ უნდა უწოდო არავის. ქრისტეს სიტყვებია მათეს 23 თავი. მოძღვარს ნუირქონ თავთა თქვენთა მოძღვარი ერთი ყოთ ქრისტე. ის მოძღვარი დიდასკალიო არ არის. დიდასკალიო მასწავლებელია. რა თქმა უნდა პედაგოგი არის საჭირო. ახლა მე ამ ადამიანში შეიძლება ხედავდე უფრო ელიას თქვა ღმერთის მღვდელს ვიდრე ამათში, იმიტომ რომ ღმერთობა ბიბლიურად არის სამი მღვდელი. ღმერთის წინაშე დანარჩენი მღვდლებად არ ითვლებიან, სულ აგინებს მღვდლებს. ღმერთი სულ ანძღავს. ჩემი სახელის მოზულენო ნაკელი დაგაყრითო ქრისტე არ გააკრენ. თქვენ ისეთებო მღვდლება მოკლეს ხო? მაგრამ ის მღვდლობა უფლის მღვდლობა არ არის ტაძრის მღვდლობა. ელი არ იყო არონიანი მღვდელი, საცეცხლური არ ეჭია. ელია.
პირდაპირ მღვდელი იყო უფლის. მოსე, აარონი და სამუელი მღვდელთა შორის მისდაო. წერი. აარონის სახურება ვიცით ჩვენ მოდის, ხო? ტაძრის სახურება, მაგრამ მოსეს ტაძარი არ ქონია. სამუელს ტაძარი არ ქონია. სამუელი არც იყო აარონიანი. მღვდელთავარი. ის ანაბში წირა ტაძარში და რომ გაიზარდა ის ადამიანი, ერთადერთი ადამიანი იყო მთელი ისრაელში, ვისაც ღმერთი ცოცხლად ელაპარაკებოდა. და ერთადერთი კაცი იყო მთელი ისტორიაში, დავითი, ის იგივლის უფალმა შეიყვანა. თანაჩენი არავის. ამიტომ ერთი კიდე სიტყვებია, რომ ქრისტიანულს რომ ნუ იქნები ერთ-ერთი ამბოხებულთაგან. მე ვიყავი სემინარიაში, ვინც ესე ცოტა კრიტიკულად ვიდგებოდი რა. და ესე მივეცი მღვდელია ბიძინა გუნია და გამოვიდა მითხრა ჩვენო ვერ გადაგვეშენებოთ ყვილად წვალობ. ეს ჯვარცმაო რაც მიკეთია ხისაო რა პირდაპირ ესე მითხრა. ეს არისო კაცობრიობის სიცხული, რასაც ჩვენ ვატარებთ თქვენ დასანახავთ. რაც სახართოს ნამდვილად ადამიანები. ანუ ესეც არასწორია რა. რა თქმა უნდა ქრისტე გაკრული ჯვარზე აღდგა ქრისტე და უხარია და ჯვარზე გაცმოს ვატარებ. ჩვენი სირცხულია ხო მაგი? ჩვენი სირცხულია ყველასი. ნაბიჯი მიიქცევა ყოველთვის საერთოდ ყველაფერი. უცბად ერთბაშად არაფერი არ არსებობს რა. პირველი დავა. ძალიან მოთმინება მოგვცეს ღმერთმა. კანკელი არ იყო, მე მიადგეს კანკელი. უკანკელო მსახურება იყო და იყვნენ პრესვიტერები. ეს საიდან მოვიდა მე არ ვიცი, ეს კანკელები მერე დაამატეს. მე საუბრობდი ეს. საცოცხლეც მერე შემოვიდა ბიზანტიური სქიზმა მოხდა კახეთკო. ახლა ამდენი რაღაცა დაამატეს, აღამას რომელიღაცა წევიზო გამოიქცა. ხო, გამოიქცა. ეგეც შეთხილი ამბობია. ხო, შეთხილი ხალი დაინახო. მე იმათუ ქაშაკე და მერა შუაში. ხო, მე ხო. კანდელიზე. სადღაც სიყვავი. აი ზედაზეს მონასტერში არ არის უკანკელოა. ბარიერი არის კი, მაგრამ უკანკელოა. ჩანს მთელი რასაც აკეთებს. ეს სახურება ეგრე კი არ იყო, კაცო, ჩავტობის წესი არ იყო, სიცურია ყველაფერი. ზიარებას ხონე ტრადიცია. საერთოდ ისეთი ასე დიდი წირვითოს. ორი კაცი რო შეიკრიბება, სამი კაცი. ეს არის ჩემი სახელით იოანეს მამა რო შედის ტაძარშია როდუნდება შეფარულშია. აგო იოანეს მამა იოანე ნათლისმცემლის მამა რო შედის, ხმა რო უვარდება და საღაზა შედის დამარულშიო. აი მიუხედავთ იმ წავის მამა. ნათლისმცემლის მამა იყო დემთავარი. ხო. ზაქარია. ტაძარში შედის ანგელოზის ცოცხლად ღმერთს ელაპარაკება, ანგელოზის ღმერთის ანგელოზს და მაინც ეჭვიებარება. აი წარმოგიდგენია რა დონის ადამიანთან გვაქვს ჩვენ საუბარი და მე პატრიარქს ამოდო რაღაცა. პატრიარქის ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც შეცდომილი არის. შეცდომილი არის რა გაგებით. უყურე მე რო საპატრიარქოში მივიყვანეს აკადემიის ბიჭები მიგვიწვიეს რა. მეც წავყევი ერთხელ და ორჯერ ვიყავი საპატრიარქოში. ილია მეორე მესეც სიტყვები თქვა. პირდაპირ ჩემი ყურით მოგვისმენ მე ბიჭებსაც ვუთხარი მეთქი მართლაც ამბობს თუ რას ამბობს ვერ გავიგებთ. საქართველოსიო ამდენი ბორდელები და კაზინოები რო არისო, იმიტომაც არისო მადლი გადმოსული ჩვენზეო. აი პირდაპირ სიტყვები თქვა და მოიყვანა რომაელების 5 სოც სადაც წერია. გამრავდა ცოდო მუდ გარდაიმოტოს მადლი. და პავლე ხვამსო ჩვენ მასე კი არ ვასწავლითო რომ ცოდო გამრავდისო მადლმა იმრავლოსო. პირიქითო. მაგრამ არ ვასწავლეთ რომ მადლს დაუკავშიროთ, ცოდვის გამრავლება მადლს დაუკავშიროთ. როგორც ავსიტყვობენ ჩვენზე რომ ასე ვასწავლოთ. მოგახსოვს? ხო და ეს პატრიარქმა თქვა და მე გავაპროტესტე ხო მე უკვე რაღაცა ხო აი ხა ის არის და ეს არის და რას ვიწავთლება. ამდენი ბორდელები და კაზინოები რო ესე იგი მადლი. ზუსტად მაგეთომა ვარ მადლიანი ქვეყანაო და მადლიანი ქვეყანა კი არა ვარ ვინც გვერდში მყავდა ყველანი უსაწყორი გარიწავილი. ახალგაზრდა ბიჭები რა მე არ შემიძლია მეცნიერები წადიო ისრაელში ხო ებრაული გიყვარს. ისრაელში რა გავაკეთო მამათავრების ბუდია იქ. თავარი ოფისი იქ არის თელავივში. საწავიდა. საკუთარი ქვეყნიდან მაგდე? აქ რამ ხდეს ეთქვი მდელი კიდე რა დაქირავებული ის. და აქაც რომ მამათავრების ბუდეთ გადაიქცა ეკლესია. ეს არის გატიარების სიბიძე ენოქის წიგნი ხო გამოიცა იქაც წერია. უსამართლობა კვლავინდებოდა დაბრუნდება დედამიწაზე მაგრამ ჩემო მართლებიო შეიკრიბებიან. თორმიდან რა თორმიდან და ღმერთი შეკრებს თავის ეკლესიას. ეკლესია არის კრება. აი ჩვენ ვართ ეხლა ეკლესია რა მე ესე. ეკლესიასთან რა არის? კრების თავარი. ეკლესია და კიდე ჩვენაირი ხალხი სად იკრიბება კიდე. ეკლესია არ არის, არ აქვს კედლები, ოქროპირის უტყობი ეკლესია არის. ადამიანები ეკლესიას შეკრიბეს ანტიოქიაში ჩასული მოვიდა. ეგ რო უთხარი მღვდელსა და მეგე შენ არაფერი არ გესმისო და რა ვიცი, ჟოდიდან გახდი განათლებული მეთქი, როცა ფულის უნი გაიგებენ, კი მე უთხარი. ადრე ჩემი ძმა იყავი და ეხლა მე უფეს გინდა რომ მე უფე გიწოდო მეთქი და ჩემთვის ერთი მყავს მე უფე. ერთი მყავს მოძღვარი. ხა შეიძლება ადამიანს უთხრა რომ მასწავლებელო ან დამრიგებელო ან რაღაცა. მამა შეიძლება მამილო უთხრა ხო სიყვარულის ფორმით. მოძღვარი უკვე ძალიან ხმამაღალი მეთქვა. რა თავ პირდაპირ იესო აფრთხილებს. რაბიც არ უწოდოთ.
თავადური გიგაზე ხო თან გეუბნებოდი ან თქვა სახარება იმასე რა ფერდაზე ვიყავი და მომსვია მაგას რო თქვა მაგ ხდელზე ესე იგი რო გიწოდო მოძღვარიო სულ ცირე უკტის გასაცხოვრება შეგეძლოს არასწორია რა ხატების გაყიდვაც არასწორია რა მოძღვარი ახლა რამე გიწოდო არასწორზე მეტი არ არის მაგის ის რასი შავს მაგიო ცო მოძღვარი ნიშნავს შუამავალს და მაგას მაცხოვს შუამავალს ერთი ჩემი სიძია სვანი სიძე მყავს რა და იმის მამამისთან მივიდა მღვდელი ვისაც ჩემ დაზე და ჩემ სიძეს ჯვარი დაწერა და ამას დაუწყი ამ მღვდელს ჩვენო რატო არ ჯერა ჩვენიო რა ის კაცი ცოტა ჩვენსკენ არის და საღათაზრუნო სვანი კაცია როგორ უნდა დავიჯერო კაცო მატყუებო და ქრისტე ვაჭრობდაო ეკლესიაში სადაც შევედი ყველგან სანთელშიც ფული მომთხოვე თუ ლოცვის რო წავიკითხო იმაშიც ფულს ითხოვ თუ ლოცვას წავიკითხო სიმონია მაცოდა ხო და ამ მოდელმა უთხრა კიდე რომ ჩვენო მოციქულები ვართ და ჩვენს გარეშეო ვერ მიხვალთ ღმერთთან მანახეო ბიბლიაში საწერიაო რომ შენ მოციქული ხარ ან სადნიშნავს იმას რომ მოციქულმა რაღაცა კავშირი ღმერთთან რომ შენი გასაჭირი მიიტანოს რანაირ მოციქული ხარ შეგიძლია ხალ გამეგზავნო ღმერთთანო და ჩემი გრეხებიო იმას გიქნას ოქი მოგისმინოს და დაგელაპარაკოს ღმერთიო შენ თუ იმის აგჯერა რომ ღმერთი ელაპარაკება რატო იმის აგჯერა რომ მე შეიძლება დამელაპარაკოს და მე რო ვეუბნები რომ ღმერთი ელაპარაკება შენ გიჟი ხარ ეგ სიზმრები რაღაცა აზრები გაქვს თავში და მე გადადიან რაზე ნახე შენო სემინარიაში არ გაკურთხესო ჯერ ერთი მეგდელი ვაარგვე ხა მაგალითად თქვა მე რა ყველანი ღუდლები ვარ ჩვენ და ქრისტიან მამის ღუდლებად გვაქცია ჩვენ და ვისაც ღმერთის სიყვარული აქვს ქრისტე ერთ-ერთი გზა რომელიც მამასთან მიდის სხვა გზა არ არსებობს ეს დაგვიტოვა ან მაგალითი მოგცა და ჩვენ იესო ქრისტეს სხვა მაგალითი არ მოგცა გარდა იმისა ურთიერთ სიყვარულისა და ესენი კრება შლიან სადმე დაინახავენ რომ დაჯგუფება შეიკრიბა მე ბევრჯერ მქონია სემინარიაში 5 კაციანი ჯგუფიც მქონია 20 კაციანიც და ქრისტიანზე დიდი მოღალატე მithumet ეს ქართული არ არსებობს ეს დავასკვენი რა ამიტომ ეგ თემაზე უკვე ძალიან ისე ვარ ხოლმე რა თვითონ ებრაელიაშიც ამდენი ხალხი იყო ხო და ერთი კაცი გამოჩნდა იერემია ვინც თელს ისრაელის ბოზობაში ამხელა და ეგეთ ისტორიებს რო უყურებ ხო ძალიან ცირია რა 100 კაცი და 10 კაცი გამო 10 კაციდან ერთით შეიძლება საპონელი გახდეს გატრიალების სიბიძე ეგ არის და დაწყებული არის ხა ხო ქვეყანაში როდესაც ტაძრის გვერდზე კაზინოებია და ბორდელებია და ამაზე ხმას არ იღებს უმაღლესი იერარქიის მქონე პიროვნება ეგ ჩვენ აღარ მოგეთხოვება ვეჯო პრეზერვატივის რო დაუშვოთ ჩვენ აღარ მოგეთხოვება დედოფალი აღარ მოგეწონება უკვე რა და გამოგიყვანენ მე ამბოხეთ შენია საგიმხედრებენ კი მე გამიკეთეს ეგრე ცილი დამწამეს ვითომ რაღაცა ისავარ გადახრილები და ისინი თვითონ არიან ერეტიკოსები საიდან ამოიტანეს საიდან დაასკვნეს მე აზიარო რაც საინტერესო არის იმას იღებენ ეხა მე-11 საუკუნის განაწერები ხომ მოგეც იქ რაც წერია ამათ ეგრე არ უწერიათ იქიდან ამოღებულია და გადაკეთებულია ჩამატებები არის ესეთი რაც საწყობთ აი აქ ხო ესე წერია კი წერია მაგრამ იქამდე რა ეწერა ცხეთურ ხანაწერებზე რას ცხეთურ ხანაწერები არ შეიძლება რაღაცა რა სომხური ხანაწერებია ცხეთურიზე ადრინდელი გვაქვს ჩვენ მე-8 საუკუნიდან სულხასაბა რო გააკეთა რო დავაყო რო გააკეთებო სულხასაბა სხვა ენა ხო არ ეწოდი და სომხური და სომხური ბიბლია გამოიღო ისე გუშინ ქონდა მაგაზე სულხას იყო ცხეთური არა რაღაც ცხეთური ხანაწერია სულხასაბა არა ცხეთური მე დაიწერა ერთი არის ბაქარის ბიბლია ბაქარის ბიბლია კიდევ აჯაბსანალია ვაფშე გაიუს კერატიშვილი მაგალითად ახე რაღაცები და აი მეწარმეწო რუსული და ხო რუსეთში დაიბეჭდა ის ბოლოს იმნარი თავებია კიდე კაროჩე ვაფშე აждდება ვაფშე სასაულა ვაფშე ის სახარება რო იყონეს უდაბნოში ვის ისინი ბარნაბა სახარება არა მეორე საუკუნის სახარება რა ქვია მაგას კაცო გნოსტიკური სახარება რა სახარება ქვია გნოსტიკოსების სახარება არის რომელი გნოსტიკოსების კი არა წერილები ესე იგი იუდასი პილატესი პიცი მაგ ორივე მაგ მაჩუქაები პრობლემებიც გამოწეი ხო რომელს არის ქართულად კი არის კიდე თუ აქ დარჩენილი ორი ტომი გამოწ აი ეს რომელიც იპოვეს მეორე საუკუნეში რომელი იპოვეს არ ვიცი მეორე საუკუნეში თიხის იმაში რო იყო ხო გაგრილებზე ფევრი არა ქვია მაგრამ ყურმაის გაგრილებზე რაღაც თიხის იმაში ეგ არის ეგ რაზეც ყურმაის ხალათები ესაიას ისე რა წიგნები შეგით კაცო იქ მარტო ბიბლიის ტექსტები ებრაული გნოსტიკურები არ ვიცი
ან ნახე რომელი ერთი არის ნომია ხატია და მეორეს კვერცხი ხატია. ხო, ვიცი. ხო, მაგრამ კია ბევრია ძამა სახარებები, არის ძალიან ბევრი. მე 12 ემოციკურს ყოდა სახარება. მე ფილიპეს სახარება მაქვს. ხო, განსაკუთრებით 4 ანგელოს სახარება კიდე მაგდალინელის შათვლით. ისინი სად არის გამყარებული? 4 ვინა მაგდალინელი არის კიდე. მარიამი მაგდალინელი, მარიამი სახარება გინასაც, მაგე არ ვიცია. მაგდალინელი და კიდე იყო ერთი არსინი. მაგათაც ხონდათ. სახარება ბევრს ეკრებოდა კაც, ყველა ქრისტე რო იყო აქ ჩვენშორის. ბევრი რო ვარ, თაგე ყველამ ჩაწერა კაც, ხო ფაქტია, ყველა ჩაწერდა, ხო. არა, ყველამ წერა კითხვა არ იცოდა. ზოგმა თქვა მე როზბაგაცო ფირაკლისთან რაღაცა ვთქვი, ამასთან რაღაცა ვთქვი, შედა რაღაცა ვთქვი, ყველამ რაღაცა ხო დაწერა კაც. 70 სახარება იყო კონსტანტინეს დროს, მიკეისტება. ხო, იყო ბევრი იყო. წერა და კითხვა ყველამ კი არის იმათ მომოციქულებიდან. 4 ქალბატონმა იცოდა. მე მოუყევი ამას. თომას სახარებაც ყავს. თომას ეროვნულ სახარება. თომას სახარება რატო არ შეიტანეს, იმიტომ რომ ერთი მუხლია, რომელიც ეწინააღმდეგება ვითომ ამათ სკოში ბიბლიას. რომელზეა აბა? თომას სახარებას, ხო. მარია მაგდალინელის ტუჩებში კოცნეზე. ტუჩების კოცნეზე იყო ჩვეული როგორც ჩვენ მესამლებით ხელის ჩამოთვლით. იმ პერიოდში ტუჩზე კოცნით ესალმებოდნენ. ქალსაკაცო. ისინი ხო დაძმებად ითვლებოდნენ. ტუჩებში კოცნა. ქალსატონა აკუთვნეს ტუჩებში. რომელი ქალი ზეთიც იქცეს, ის ერთეული დაიკიდოს. ჯერ ეგეთის მაგდალინელი იყო სავარაუდოდ ცოლი, რა. სავარაუდოდ კი არა და იმ დღეს მელაპარაკა ერთ-ერთი მაგის გასაჭირი მე მგონი ქრისტეს არ ეკნებოდა რომ ასე დაიმსერებია თავი. რატო უნდა დაიმსერებია? ის ხო არ იყო უბრალოდ ადამიანი, როგორც ორი ბუნება. ადამიანი კი თავება იყო. გვასწავლიდა ღვთიურობას, ეხლა ღვთიურობა თუ ოჯახის არ მქონაა, მაშინ მე არ მგონია რომ ქრისტეს ოჯახი არ ყავდა. მაშინ ესე იგი ჩვენ ყველა ცოდაში ვართ, ვისაც ოჯახი. შვილების სად არის მაგის? შენ. გრაალის ფუსტი რაინდები ვინც იყვნენ გრაალის მცველები, იყვნენ ქრისტეს შთამომავლობის მცველები. განა მარტო იმის მცველები იყვნენ წიგნის და ნაწერების. და ჩვენ მახო რაღაცა ხო დიდება უკაში. რა გითხრათ აბა? კი ბატონო. კარგი, ძამი, მიდი ხო და ნელა უკვე ვართა. კიდე შევხვდები და შევხვდები. ვინ როგორ შეგვიძლია ამინ, ჯამი ყო ამინ. ვინც მოვა? მე არავის არ ვაძალებდა. მომავალი შეხვედრა ვიფიქროთ ასე 1 თვე 40 დღე ასე რაღაცა რომ ცოტა პერიოდი ამას დავგეგმოთ. ხო რა, მე ვფიქრობ და ჩამოვიდე. პირველი საქმე ამით დავიწყოთ რა. რომ დავგეგმოთ. კი ბატონო. გავურავდეთ და დავგეგმოთ იქ მისვლა. კი ბატონო. პირდაპირ შევხვდეთ, სამია. დაკიდები იქნება იკრძალოს, არ შეიძლება. კი ბატონო. დოლებში არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც უკრძალავენ ამ თემაზე ღია საუბარს. აუგზავნე. არა, საერთოდ, რაც შეგიტყდება რა. მე უბრალოდ ნამიოკებს მირწყავ ხო და მე ვიხდი. მასონები გმართავენ. დამდიტყურში გვაცხოვრეს, ის ნახე ხო იცი? და არაფერი არ შეიძლება. ჩვენ არაო, ხო მასონები გმართავენო და ჩვენ არაფერს არ ვიზავთ. სადა ღვთიში ყოფილა. ხო. მეცა რაღაცა თემა დავუნიშნია. რაღაცა დავიფქოდი. რაღაცა დანიშნესო. გავაფხიზლიო. ყველას ეხადაოლები მაგას გასა. მარხვისკენ მოგიწოდებთ ყველას, ვიმარხულეთ. შეგნებული იქნება ხოხა. ესო ფარადეთ. მადლობა ზამიკო შეგეწოს. კარგად იყავით აბა, ძმებო, დიდება უფას. კეთილი იყო ზამიკო, კი, ჩვენს ნელა-ნელა წავიდეთ, ხო? კი ბატონო. თამაში თბილისს იქ მომდიხარ, ვაკეთებ. რადგან ჩვენ წაიჯო. ვარკეთილში. აი, თუ ის წაიჯო, ჩვენ ზამია, მიგა დაკროლა მივცე ერთი. ხო, მაშინ კი ბატონო და ვარკეთილისკენ დღეს თუ მოხდები, მოგცემ წიგნებს. ერთ შეკვეც აი. ვარკეთილისკენ კი მოხდები. როცა მოხდები დამირეკე რა. ხო, როცა მოხდები და გამოგატაში. ხვალისთვის რო ხვალე არ ამგონია წამოვიდი, იმიტომ რომ ხვალე სხვა გეგმები მაქვს. არა, მე მაგას ვიზახი რომ მოდი ამას დავასრულებ. ხვალ რომ მქონდეს ეს